ადამიანებს, ახალგაზრდებს მით უმეტეს, ვისაც არ გაუვლია ეხლა და პატარები იყვნენ თუ არ ვიცი, მაშინ რა იყვნენ და ეს სიტუაცია პრინციპში ჩვენივე ხელით რომ დავანგრიეთ ჩვენი ქვეყანა ამაში წყალი არ არის, არავის ეჭვი არ ეპარება, იმიტომ რომ რა თქმა უნდა თუ ეხლა კანონიერი ხელისუფლება იქნა გადაგდებული, მე ამას მოყვა უკვე დასავლეთ საქართველოს ამბები, აფხაზეთში შეჭრის ამბები, დაანგრევა ყველაფრის და მე გაგვიჩალიჩეს ის რუსებმა, რაც უნდათ რომ ზუსტად აი წამოგვაგეს ყველაფერ ამაზე, იმიტომ რომ ვერაფერი არ ვიცოდით მაშინ არაფერი და რა თქმა უნდა იმის მერე ძალიან დაიხვეთ და იგივე იმაში არიან ეს ახალგაზრდებიც ახლა რაშიც არიან რა რო ითხოვეთ ამ ყველაფერს იგივე სიტუაციაში მიდიან და აქედან დგას ადამიანები, ხალხი, საზოგადოება, რომელიც ამას აი კბილებით იჭერს რა, მართლა რაღაც თავდაცვის რეჟიმში ვართ. ესე ვთქვათ, კრუგავოი აბარონა, რასაც ეძახიან რუსები და არ უშვებთ არავისგან და არც შემოუშვებთ აი ამ საშინლად კიდევ ერთხელ რომ გავიმეოროთ და იგივე გავუკეთოთ ჩვენ ქვეყანას.